ახლახან ირანში ომის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ნიშანი გამოჩნდა. ირანის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებულ დამხმარე ფუნქციებში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 12 წლამდე შემცირდა. ამ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ცნობით 12 და 13 წლის ბავშვებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პატრულირებაში, საკონტროლო პუნქტებში და ლოგისტიკაში. ახალი ამბავი ვრცელდება იმ დროს, როდესაც ომი მეოთხე კვირაში შედის და აჩვენებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ზეწოლა რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურაზე. რაც ხდება, ეს არის სამხედრო და პოლიტიკური ესკალაცია ერთდროულად. ომი დაიწყო 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს იერიშები ირანზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ. მას შემდეგ დაპირისპირება გავრცელდა, შეეხო ირანის ქალაქებს, ამერიკულ ბაზებს, ისრაელს და რეგიონის სხვა წერტილებს. როდესაც ეს ხდება, თავდაცვის, საპასუხო მოქმედებისა და სასოწარკვეთის ზღვარი სულ უფრო ვიწროვდება. და სწორედ ასეთ დაძაბულ გარემოში იწყებენ დამოჩენას უკიდურესი ზომები. ამ კრიზისის ცენტრში თავად რევოლუციური გვარდიაა, რომელმაც ომში კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვა. როიტერსმა ამ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვარდიამ კიდევ უფრო ცენტრალური როლი აიღო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი მეთაურები დაიღუპნენ. ამ ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ალირეზა ტანკსირის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელის გარდაცვალება. ის მიჩნეული იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაში მნიშვნელოვან ფიგურად. ამავე დროს ისრაელმა უკვე განაცხადა, რომ თეირანში ბასიჯის პოსტებზე მიიტანა იერიში. ბასიჯი არის პარამილიტარული მილიცია, რომელიც დაკავშირებულია გვარდიასთან და გამოიყენება შიდა რეპრესიებისთვის. ეს ხსნის, თუ რატო ცდილობენ სამხედროები და რეჟიმი გააძლიერონ ქუჩებში და საკონტროლო პუნქტებზე ყოფნა. დღეს ეს ომი ყველაზე მეტად ჰორმუზის სრუტეში იძაბება. ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან იქედან გადის მსოფლიოში გაყიდული ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20%. ჩვეულებრივ დროს ირანმა გაამკაცრა ამ მარშრუტის კონტროლი. ვაშინგტონი სრულ გახსნას ითხოვს, ხოლო დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა 6 აპრილამდე გადაედო იერიშები ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე. თეირანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ამერიკული წინადადება უსამართლოა და ამტკიცებს, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის. შედეგად მივიღეთ ფეთქებადი ჩიხი. სრუტე კვლავ დავის ცენტრშია. ენერგიის ფასებზე ზეწოლა გრძელდება და მთელი პლანეტა ამ ზემოქმედებას გრძნობს. როგორ ვლინდება ეს ზეწოლა პრაქტიკაში? მეტი ჯარი, მეტი ტექნოლოგია და მეტი იმპროვიზაცია. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ამზადებს დამატებითი ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში და დაადასტურა, რომ ამ კონფლიქტში პირველად გამოიყენეს უპილოტო ნავები საზღვაო პატრულირებისთვის. მეორე მხრივ, ირანი აგრძელებს თავდასხმებს და ცდილობს შეინარჩუნოს შიდა კონტროლისა და ნავიგაციაზე ზეწოლის შესაძლებლობა. ამ ვითარებაში პატრულირების, ლოგისტიკისა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არასრულწლოვნების ჩართვა ხდება. ეს არ გავს ძალის დემონსტრირებას, უფრო მეტად მიუთითებს სირთულეებს, დაღლილობასა და სასტრაფო საჭიროებას. შეივსოს ის ფუნქციები, რომლებიც ქვეყანაში განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა. მნიშვნელოვანია ერთი რამ გავარკვიოთ. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით საუბარია დამხმარე ფუნქციებზე და არა ამ ბავშვების პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაგზავნაზე. მიუხედავად ამისა, ეს გაფრთხილება ძალიან სერიოზულია. გაეროს პროტოკოლი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების შესახებ ამბობს, რომ სახელმწიფოებმა ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღონ ამის აღსაკვეთად. 18 წლამდე ასაკის პირების პირდაპირი მონაწილეობა მტრულ მოქმედებებში უნდა აღიკვეთოს. ასევე კრძალავს სავალდებულო გაწევას ამ ასაკამდე. როდესაც რეჟიმი ამცირებს მინიმალურ ასაკს ომთან დაკავშირებული ამოცანებისთვის, სამხედრო ესკალაციის პირობებში ეს მსოფლიოსთვის მძიმე და შემაშფოთებელი სიგნალია. რატომ არის ეს ამბავი ასეთი შოკის მომგვრელი? იმიტომ რომ ის ვაკუუმში არ ჩნდება. 2018 წელს თავად როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ში სანქციების შესახებ ბასიჯთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია ბავშვების, მათ შორის 12 წლამდე ასაკის ბავშვების გაწევაში, წორთევაში, წვრთნასა და ინდოქტრინაციაში რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობით. ამამდე Human Rights Watch-მა უკვე დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც ავღანელი ბავშვები ირანის მხარდაჭერილი ძალებისთვის სირიაში საბრძოლველად აიყვანეს. ანუ არასრულწლოვნების თემა, რომელიც ირანის სამხედრო მანქანას უკავშირდება, ახალი არ არის. ახლა რაც იცვლება, ეს არის კონტექსტი.
ამჯერად ეს განცხადება ღია ომის პირობებში, დაბომბვების ფონზე, რეჟიმზე შინ და ზღვაზე ზეწოლის პირობებში გაჩნდა. ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე დიდ ფასს ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა 28 თებერვალს გოგონათა სკოლაზე თავდასხმის გამოძიება გაამკაცრა. მას შემდეგ რაც გაჩნდა ნიშნები, რომ შესაძლოა ამერიკული ძალები იყვნენ პასუხისგებელი. ირანი აცხადებს, რომ 168 ბავშვი დაიღუპა. Associated Press-ი ასევე იუწყება, რომ ირანში 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლიბანში კი თითქმის 1100 ადამიანი დაიღუპა. ასევე არიან მსხვერპლები ისრაელში და ამერიკელი სამხედროებს შორის. ამიტომ ბავშვების ომში ჩართვაზე საუბარი დეტალი არ არის. ეს აჩვენებს კონფლიქტის გამოფიტვის დონეს, რომელიც გრძელდება, ფართოვდება და რეგიონს კიდევ უფრო ბნელ ზონაში ეკაჩება.